ჩვენი ცხოვრება ეს არის სულის ტაძარი, რომელიც ყოველდღიურად შენდება ჩვენი აზრებით, გრძნობებითა და ქმედებებით. თუ გსურს, რომ ეს ტაძარი მტკიცე, ნათელი და სიყვარულით სავსე იყოს, აუცილებელია მას ღვთაებრივი სინათლე და უმაღლესი სიყვარული დაუდოთ საძირკვლად. ცნობიერების გაღვიძება. ყოველი ახალი დღე არის მოწვევა იმისა, რომ გავიღვიძოთ უფრო ღრმა დონეზე. ვიგრძნოთ, რომ ჩვენი ნამდვილი ბუნება ღვთიური ნათელია. როდესაც ამას ვაცნობიერებთ, ვიწყებთ იმის დანახვას, რომ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, გამოწვევა კი არა, განვითარებისკენ მოწვევაა. სიყვარულით დანახვა და მოქმედება. ღვთაებრივი სიყვარული არ არის პირობითი. ის არ განიკითხავს, არ ელოდება არაფერს და ყველას გულში თანაბრად ისადგურებს. როცა ამ სიყვარულით ვუყურებთ სამყაროს, ადამიანებს და საკუთარ თავს, მაშინ ყოველ გადაწყვეტილებას გულიდან ვიღებთ. სიყვარულით მოქმედება ნიშნავს სინათლის გამტარებად ყოფნას ამ დედამიწაზე. შინაგანი ჰარმონიის დამკვიდრება. ღვთაებრივი სინათლე ჩვენი სულის სიღრმეშია. როცა ჩერდები, ჩაისუნთქავ სიმშვიდეს და უსმენ საკუთარ შინაგან ხმას, შენ კვლავ უკავშირდები მას. მედიტაცია, ლოცვა, სიჩუმეში ყოფნა – ეს არის გზები, რომლითაც შენს ტაძარში სინათლეს ანთებ. მადლიერებით ცხოვრება. სიყვარულის საძირკველზე აშენებული ცხოვრება იწყება სიტყვებით მადლობა. როცა ყველაფერს მადლიერებით იღებ, სიხარულსაც და გამოწვევასაც, შენ აძლიერებ კავშირს უზენაესთან. მადლიერება ის ცეცხლია, რომელიც ტკივილს გარდაქმნის კურთხევად. მსახურება და სინათლის გაზიარება. ღვთაებრივი სინათლით ცხოვრება ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ შენ თავად ხარ ამ სინათლის წყარო. შენი ღიმილი, კეთილი სიტყვა, მხარდაჭერა – ეს არის სიყვარული მოქმედებაში. როდესაც სხვებისთვის სინათლის სხივად იქცევი, შენ თავად ივსები ღვთაებრივი სიყვარულით. გახსოვდეს, რომ შენი ყოველი დღე არის ახალი აგური შენი სულიერი ტაძრისთვის. და თუ შენ ღვთაებრივი სინათლით აშენებ ამ ტაძარს, ის მარადიული იქნება. შენი სული, შენი ცხოვრება და შენი გზა გახდება შთაგონება სხვებისთვისაც. იყავი სიყვარულში, სიამოვნებაში და მარადილ სინათლეში. გახდი ის წმინდა სავანე, სადაც თვით ღმერთი ვლინდება სამყაროში. ახლა შემოგთავაზებთ მცირე მედიტაციას. მედიტაცია შენი ცხოვრების ტაძრის გაბრწყინება. მოეწყო მშვიდად და კომფორტულად. დახუჭე თვალები და ნელა ღრმად ჩაისუნთქე. შეიგრძენი, როგორ ჩადის სუნთქვა შენს გულში და თანდათან ყველაფერი წყნარდება. წარმოიდგინე, როგორ ეშვება ზეციდან უწმინდესი ღვთაებრივი სინათლე შენს თავზე. ნაზად ეშვება გვირგვინიდან გულამდე
ეს სინათლე სუფთაა, შვიდია და სითბოთი სავსე. ის ფარავს შენს გულს, ათბობს შენს სხეულს, ავსებს მთელ არსებას ღვთაებრივი სიყვარულით. გული იხსნება, შეგიძლია დაინახო შენი შინაგანი ტაძარი. ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი ბინადრობს შენს გულში. ის გიღიმის და გეჩურჩულება. შენ ჩემი შვილი ხარ. შენ ჩემი ნათელი ხარ. შენ სიყვარულით ავსებ ამ სამყაროს. ნაზად შეიგრძენი ეს სიტყვები. გააჩერე დრო და უბრალოდ იყავი აქ, სიმშვიდეში, სიყვარულში, სინათლეში. როცა მზად იქნები, შვიდად და მადლიერებით გადმოიტანე ყურადღება სხეულზე. შენ უკვე სხვა ენერგიაში ხარ. შენ ხარ სინათლის ტაძარი. გააღვიძე შენში ღვთაებრივი სიყვარული და რწმენა იმისა, რომ შენი ცხოვრება უკვე შენდება იმ საძირკველზე, რომელიც მარადიულია. შენ ხარ არქიტექტორი ღვთაებრივი სინათლის სამყაროში.